არა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს არის შეკითხვა, რომელიც დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში გაგზავნილი მოხსენებითი ბარათი გასაჯაროვდა, სადაც საუბარია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების ალტერნატივის მოძიებაზე და ალტერნატიული ფორმის შექმნაზეც შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში აბიტურიენტების მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის სისტემა სრულად შეიცვალოს და დამოკიდებული ხდეს საჯარო სკოლებზე და სკოლის ნიშნებზე, რომელსაც მოსწავლეები სასწავლო პროცესში დააგროვებენ, თუმცა როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ძალიან ბევრ რისკებს გაზრდის, რადგან როგორც ისინი ამბობენ, მაშინ, როდესაც საგანმანათლებლო სისტემა სრულად არის პოლიტიზირებული და პოლიტიკური გავლენების ქვეშ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემდგომ ეს ნეპოტიზმს და ასევე კორუფციასაც გაზრდის ქვეყანაში და ამიტომ ისინი არ მიესალმებიან აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები ამბობენ, თუ მთავრობის მიზანი არის მრავალკომპონენტიანი ჩაბარების სისტემის შექმნა, ამისათვის ჯერ აუცილებელია, რომ სკოლები იყოს ღია და გამჭვირვალე. ნორმალური სისტემის აწყობა, რომელიც სკოლებში შეამოწმებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ მე ამ ნიშნებით ჩააბარონ უმაღლესებში, ჩვეულებრივ ქვეყნებში იწვევს კორუფციის რისკს, ან იწვევს, ვთქვათ, ნეპოტიზმის რისკს და ასევე იწვევს ხოლმე იმ რისკს, რომ ის ბავშვები, რომლებიც უკეთეს სკოლებში სწავლობენ, ისინი უფრო მარტივად აბარებენ გამოცდებს, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც არ გაუმართლათ. მაგრამ საქართველოსნაირ ქვეყანაში ასეთი სისტემა კიდევ შეიძლება მოემსახუროს პარტიულ მიზნებს. ანუ შეიძლება პარტიამ დააჯილდოს ზოგიერთი სკოლა, ან დასაჯოს ზოგიერთი სკოლა შედეგებიდან გამომდინარე. სახელმწიფოს ყოველთვის შეიძლება მაგალითად გაათავისუფლოს დირექტორი, ან არ გაათავისუფლოს თუ პოლიტიკურად არის ლოიალური. და ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ ზუსტად ასეთია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არჩევს დირექტორებს და მასწავლებელს. სრული ავტონომიურობის გადაბარება საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე აბსოლუტურად უდროა. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო სკოლები არც ტექნიკურად, არც ადამიანური რესურსით, არც მატერიალურად არ არიან მზად იმისთვის, შეძლონ ავტონომიური პასუხისმგებლობის აღება ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, რომ ისინი იქცნენ ვიზად მოსწავლეებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისკენ. ევანდელ ვითარებაში კიდევ ერთხელ ეს ქმნის ძლიერ რისკ ფაქტორებს კორუფციული სისტემების სასამუშავებლად, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია საზოგადოების განვითარებისთვის და ის შეიძლება იქნას, თუ კი კორუფციაში იქნება ჩართული მთელი საგანმანათლებლო სისტემა სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც, ეს გამოცდილება გვაქვს ჩვენ და არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი და განვითარებას არ შეუწყობს. სკოლა ამ შემთხვევაში უნდა იყოს დემოკრატიული, ღია და საზოგადოებრივი ზედამხედველობისა და ჩართულობის ქვეშ. ახლა მთავარი კითხვა, დაბრუნდება თუ არა კულისებში მიღებული გადაწყვეტილებების ეპოქა, მაშინ როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა ფულსა და გავლენებზე იყო დამოკიდებული. საზოგადოებას შევახსენებ იმას, რომ 2005 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები სწორედ ამ სისტემის და კორუფციის ჩამოშლის მიზნით შეიქმნა.